საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო გაშლით. მოდი გავარკვიოთ ახლა. რა არის ის მოულოდნელი შემთხვევა, მოულოდნელი ამბავი, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უახლოეს მომავალში. მოდი ჩავიფიქროთ 6 თვეზე, დაახლოებით 6 თვის მანძილზე. აი ის მოულოდნელი შემთხვევა, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის რადიკალურად. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით. ელოდებით, მეგობრებო, რადიკალური შემთხვევა და შეცვლა. აი ელოდებით მამაკაცს, რომელიც არის თავის ცხოვრებაში სტაბილური. თქვენ ხართ ძალიან სიმპათიური, ძალიან გემოვნებიანი, შვიდი გაწონასწორებული ადამიანები მიყურებთ ახლა მე, რომლებსაც ძალიან დიდი ძალა გაქვთ. ეხლა ხართ ფინანსების რაღაც დანაკარგებში, თქვენთვის გაუგებარია რაღაც სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, სიტუაცია გაუგებარია მამაკაცზე, მამაკაცი რომელიც არის თითქოს და ასაკით პატარა ბევრ თქვენთაგანთან. თითქოს და ენერგიებში ამოდის ეს მამაკაცი და ეს მამაკაცი თითქოს არიხევს უკან და აი ისევ თქვენ ადამიანი, რომელიც თქვენზე ფიქრობს, თქვენს ენერგიებში ამოვიდა, ერთნაირ ენერგიებში ხართ ჩემო ძვირფასებო. კიდევ ხართ ძალიან შრომის მოყვარული ადამიანები და ეხლა მუშაობის ენერგიებში ხართ. თუმცა ხართ მანიპულატორებიც, ან უკვე აიღეთ მანიპულაციები, უკვე თქვენს სიტუაციის გამო და კარგი განწყობით, ოღონდ და აი კიდევ თქვენ ცხოვრებას განაგებთ, თქვენ თვითონვე განაგებთ თქვენს ცხოვრებას. თქვენც აი ხართ სტაბილურად თქვენ ცხოვრებაში, აი ხო გეუბნებით ერთი და იგივე ენერგიებში ამოხვედით ორივე. არც თქვენ იცით თქვენი პარტნიორის შესახებ ბევრი რამე და არც მან არ იცის თქვენ შესახებ ბევრი რამე და თქვენ ფიქრობთ ორივე ერთმანეთზე. თუმცა თქვენ ხმლების პოზიციაში ხართ მასთან და ფიქრობთ ეხლა მოუშვათ თუ არა. თუმცა ენერგიები ამბობს იმას, რომ ეს მამაკაცი ბრძოლობს რაღაცისთვის, ბრძოლობს თავისი ბედისთვის. ღმერთო, გავგიჟდი, თქვენი ენერგიების კითხვა დავიწყე და თქვენი პარტნიორის ენერგიებს კითხულობს და სიახლეებს ელოდებით. კი, ელოდებით და ისიც ხმლების პოზიციაშია. აი რა გავაკეთო მეგობრებო. თქვენ შორის არის მთვარე. დამთვალულები ხართ ორივე, თუმცა ორივე გამარჯვებაზე იბრძვით და ორივე ხართ ეხლა დაკავებული მუშაობით, შრომით. აი ესეთია თქვენი მოკლე დახასიათება, ჩემო ძვირფასებო. თუ კი ემთხვევა თქვენს დახასიათებას, თქვენს ენერგიებს, გააგრძელეთ ყურება. რა არის ის მოულოდნელი შემთხვევა, რაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად? რა არის? პრობლემების გადაჭრა და სამკუთხედების დასრულება, დაბოლოვება, რაღაცის დაბოლოვება დამაკმაყოფილებლად, რაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას, სამკუთხედებიდან გამოსვლა და ამისთვის თქვენ იბრძოლებთ, თქვენ არ დაიხევთ უკან. კი, თქვენ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ან უკვე მიიღეთ. ძალიანაც კარგი, რადგან ძალიან დაიღალეთ. ბრძოლობთ იმისთვის, რომ აი დაასრულოთ ყველაფერი ცუდი უკან დატოვოთ. კი, თქვენ ცხოვრება შეცვლის მამაკაცი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და თქვენ აი და გაიმარჯვებს ამით. პასუხისმგებლობის აღებით გაიმარჯვებს და შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ბატონო. აი თქვენც მეგობრებო, აი თქვენც, ნუ რა ვქნა. აი თქვენც ორივე პასუხისმგებლობით მოეკიდებით თქვენს ცხოვრებას და გადაწყვიტავთ რომ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ კიდევ. რა არის ის რაც თქვენს ცხოვრება? ბატონო. აი 1000%-ით შეიცვლება თქვენი ცხოვრება, მეგობრებო, თუმცა ეს ადამიანი მე ვფიქრობ, რომ არის მაინც ასაკით პატარა. რაღაც სხვაობაა თქვენ შორის, განსხვავებულები ხართ, მეგობრებო. სიყვარულით მოდის და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე დღე და ხამ, გამოსავალს ეძებს, ღამე არ ძინავს. აი ესეც დამთვალულია. ძალიან ცუდათა გითვალთვალებთ 24/7-ზე. აი მეგობრებო, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან მსვლელობას, ელოდეთ მისგან უკეთეს საქციელებს, მიღწევებს, აი დაფასებას, კეთილგონიერებას, სტაბილურობას, იმიტომ რომ იმუშავებს თქვენს ურთიერთობაზე. კი ბატონო.
ბალანსის შესანარჩუნებლად. ეს ადამიანი მოვა თქვენამდე, მეგობრებო. მოვა სიახლეებით. კიდევ რა შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თუმცა თქვენ დახვდებით ხმლებით. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მისი აღმაფრენა, აღმაშფოთებელი ადამიანი, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ადამიანი მისთვის, თქვენ ხართ მისი რწმენა, თქვენ ხართ მისი ბედნიერება, მოვა შემოთავაზებებით, მოვა საჩუქრებით, მოვა იმედებით, მოვა გვერდში დგომით, მოვა დაფასებით, გამოვა ამ პაუზებიდან, მეგობრებო, ვახ, რა მაგარია, მოვა, თითქოს არაფერი ყოფილა. კიდევ მოვა შეიძლება იცით როგორ, განოლებული, თავიდან, ნოლიდან დასაწყებად. რთული სიტუაციებიდან გამოსვლით. უყვარხართ. თქვენთან ქორწინება უნდა, თქვენთან ნიშნობა უნდა. ეხლა არის თქვენი ურთიერთობის ტრანსფორმაცია, მეგობრებო. თქვენთვის ეს ყველაფერი გაურკვეველია. ეს ადამიანი არ გეუბნებათ ამ ყველაფერს, რომ თქვენთან მოსვლა უნდა, თქვენთან ჩამოსვლა უნდა, თქვენთან დაახლოება უნდა, თქვენთან შერიგება უნდა. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, რომ იხედება თქვენსკენ გზას გეგმავს, თქვენთან ოჯახი უნდა, ხვავი უნდა, ბარაკა უნდა და წერტილი. ეს რაც უნდა, ამ ყველაფერს ეს ადამიანი აუცილებლად გააკეთებს. არ ვიცი ახლა რამდენი დამიწერთ კომენტარებში, რომ არაფერს არ ველოდები და მე მისი არ მჯერავს და ასე და ისე. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ეცით პატივი. რასაც ვხედავ, იმას ვსაუბრობ. ამ ყველაფერს მე არ ვიგონებ, თქვენს წინ ვშლი კარts. ეს ადამიანი ევედრება უფალს, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ევედრება უფალს, რომ წარმატებით დასრულდეს თავისი სურვილები, ამ რთული პერიოდის დასრულება უნდა. იცით, წესრიგის დაცვა უნდა. იბრძოლებს ეს ადამიანი, იბრძოლებს და უნდა რომ დაისვენოს, უნდა რომ სადღაც დაგპატიჟოთ, უნდა რომ პიკნიკი მოგიწყოს, უნდა რომ რაღაც სასიყვარულო ისტორია, ოჯახი უნდა თქვენთან ერთად. ეს ის ადამიანია, ვინც მოაგვარებს ამ ყველანაირ პრობლემას. თუ განქორწინებაშია, განქორწინდება, თუ რამე სიტუაცია აქვს, მოაგვარებს, თუ კი რაიმე საბუთები იქნება, მოაგვარებს. ეს ადამიანი ყველაფერს მოაგვარებს. იმიტომ რომ კოშკი აქვს. ელოდეთ ამ ადამიანს 8 ვადაში, 8 საათზე, 8 დღეში, 8 კვირაში. 8 თვეს არ ვიტყვი, მეგობრებო. 8 რიცხვი დაიმახსოვრეთ, დიდი 2 თვე. იმიტომ რომ კოშკია და კოშკის შემდეგ ახალი დასაწყისია, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანს, ელოდეთ ამ ადამიანიდან ბრძოლას, იმედებს, მარტოობიდან გამოსვლას, გამოგიყვანთ ამ რაღაც რთული სიტუაციიდან და თქვენ დამშვიდდებით. ესე შეიცვლება თქვენი ცხოვრება. კიდევ ეს. ბატონო, მოდის, მეგობრებო. მოდის, გამოხვალთ ამ მარტოობიდან. მარტოობის შეგრძნება აღარ გექნებათ. ბატონო. რა ვთქვა, არ ვიცი, გაოცებული ვარ, ძალიანაც კარგი. მოვა სტაბილურობისთვის, მოვა ფინანსებით, მოვა დახმარებით, მოვა გვერდში დგომით, მოვა რაღაც სიახლეებით, ახალი საქციელებით. ისე არა, თუ კი ადრე სხვანაირად იყო და არ იყო ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ასე არა, მეგობრებო. მოვა ისე, რომ გაგიკვირდებათ. ისე მოვა, რომ როგორც არასდროს. ძალიანაც კარგი. კიდევ დავამატებ ცოტას. კიდევ რა, გამოხვალთ ამ გულგატეხილობიდან. გამოხვალთ. თქვენი ბედის ბორბალიც დატრიალდება და სამყაროც ქვემოთ არის თქვენთან ერთად. ჩემო ძვირფასებო, ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, მთელი არსებით გისურვებ, დაეთქვეს გულებშიც ყოფილიყოს სითბო და სიყვარული, ბედნიერება მოეტანოს ხვალინდელ დღეს და წარმატებები გქონოდეთ მთელი ცხოვრება. მე კი გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, პირადი გაშლებისთვის მომართეთ აქვე და კერძოდ შეტყობინებით, კონკრეტული შეტყობინებით. აბა დროებით, გელოდებით კომენტარებში. მადლობა.